საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრობდნენ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მართავდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ ყველგან სადაც კი ჰქონდათ შეხვედრა, საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკის ძლიერ პოზიციებზე. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან ერთად ამერიკული საინვესტიციო კომპანიების JP Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. რამდენად მიმზიდველია მათთვის საქართველოს საინვესტიციო გარემო, საფინანსო ბაზარი, როგორ აფასებს საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ თემებზე ვისაუბრებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავა გვიერთება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ. ყოველ შემთხვევაში რასაც თვალს ვადევნებდით, მე უკვე შემაჯამბელი სახითაც იყო ბიზნეს პარტნიორში რეპორტაჟი და ის კომენტარები მათ შორის, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა გააკეთეს, საკმაოდ დამაიმედებელ იმედის საფუძველს იძლევა იმ კუთხით, რომ რეალურად საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ შიგნიდან სახელმწიფოს გადმოსახედიდან, არამედ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებითაც საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება. თავარი გზავნილი რა იყო აი ამ შეხვედრებისას, ბუნებრივია ასევე მნიშვნელოვანია რა ტიპის შეხვედრებს ჰქონდა ადგილი და რეალურად რა წამოვიღეთ იქიდან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. მოგესალმებით, მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. ეს შეხვედრები ტარდებოდა ეგრეთ წოდებული საგაზაფხულო რეგულარული შეხვედრების ფარგლებში, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა, მათი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, ფინანსთა მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები თავს იყრიან ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ზოგადად დონორებს ესაუბრო და ასევე შეხვდე როგორც კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან და განიხილო საერთო ასე ვთქვათ გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე ინვესტორებს და ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ. ეს ვიზიტი, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ვიზიტი არის, იყო მართლაც გარკვეულწილად განსხვავებული, იმიტომ რომ ხდებოდა მარტივად რომ ვთქვათ ფაქტების კონსტატაცია. ეს არ არის მხოლოდ შეფასება, არამედ კონკრეტული ფაქტების კონსტატაცია და აქ აბსოლუტურად ერთსა და იმავე, ასე ვთქვათ, დასკვნაზე ვიყავით ჩვენ და ერთსა და იმავე პოზიციას ვაჟღერებდით, როგორც საქართველოს დელეგაცია, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა, რომ საქართველომ გამოიჩინა ძალიან ესე მკვეთრად გამოხატული მედეგობა რეგიონალური შოკების მიმართ. შეხვედრები ჰქონდა საკმაოდ მაღალ დონეზე, შევხვდით სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, შევხვდით ჩვენი მთლიანი რეგიონის დეპარტამენტის დირექტორატს, შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს, ალტერნატიულ დირექტორს, შევხვდით ჩვენს მისიას და მის ხელმძღვანელობას. ანუ ყველა, ვინც დაინტერესებული არის მათ შორის საქართველოს მდგომარეობით, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის და ძალუც, რომ ესე იგი თავისი ხმამაღალი შეფასება გააკეთოს, ყველა აცხადებდა იმას, რომ მართლაც საქართველოსთან მიმართებაში კითხვა არ დგას, ეკონომიკა ძალიან საიმედო მდგომარეობაში არის, ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არის ძალიან ჯანსაღი. აქ იგულისხმება როგორც პრაქტიკულად უკვე 5-6 წელიწადია, ასე ვთქვათ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე მართვადი და მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ფინანსური სტაბილურობა, სტაბილური სავალუტო ბაზარი, ასევე ისტორიულად გაუმჯობესებული ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ანუ სავაჭრო დეფიციტი, ასე ვთქვათ, კლიანტში და პროდუქტთან მიმართებაში 2,6% იყო 2025 წელს, რაც ისტორიული მინიმუმია, ანუ პრაქტიკულად გაუმჯობესებულია და ეს ეტყობა სწორედ ჩვენ სავალუტო ბაზარს, ძლიერი შემოდინებები ექსპორტის არხით, ტურიზმის არხით, გზავნილების არხით, ინვესტიციების არხით და ეს ყველაფერი არის, რაც აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და ხდის მას მიმზიდველს. ასევე ფინანსური სტაბილურობა საბანკო სექტორში, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკებს გააჩნიათ მაღალი კაპიტალიზაცია, მაღალი, ასე ვთქვათ, ბუფერებს ეძახით ამას, ანუ ნებისმიერ რისკს და შოკს ესენი ამითი გაუმკლავდებიან ამ ეტაპზე. ხო, აქედან გამომდინარე, მართლაც ასევე რაც ჩვენთვის იყო
სასიამოვნო აღინიშნა ჩვენი მონეტარული პოლიტიკის და ფინანსების მართლაც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის იყოს გონივრული, დაბალანსებული. განსაკუთრებით აღინიშნა დადებითი ტენდენცია საერთაშორისო რეზერვების ზრდის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხეთ და 2024 წლის შემოდგომის შემდეგ 61%-ით გავზარდეთ, ანუ მართლაც რეკორდული ზრდა არის ჩვენი რეზერვების და ამას ხელს უწყობს თვითონ ეკონომიკის ჯანსაღი მდგომარეობა, სავალუტო ძლიერი შემოდინება და ნდობა გარე პარტნიორების, სავაჭრო პარტნიორების თუ ინვესტორების მხრიდან. სხვათა შორის სწორედ რეზერვების ასეთი რეკორდული გაუმჯობესება გახდა საფუძველი სარეიტინგო კომპანიებისთვის, ვიკერდოთ ფიჩისთვის, რომ მას ჩვენთვის რეიტინგის, ასე ვთქვათ, აუთლუკი, ანუ პერსპექტივა გაეუმჯობესებინა ნეგატიურიდან სტაბილურამდე და ამაზეც იყო საუბარი. ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო ჩვენი კოლეგების ფინანსთა სამინისტროს მიმართ გაკეთებული დადებითი შეფასება, რადგან ფისკალური პოლიტიკა არის მართლაც ძალიან ისეთი შთამბეჭდავი, პრაქტიკულად ავსებს ერთმანეთს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. საგარეო ვალი არის რეკორდულად დაბალი 34% მთლიან შტა პროდუქტთან და ძალიან ბევრ ქვეყანას შეშურდება ასეთი დაბალი და მდგრადი ნიშნულის. საბიუჯეტო დეფიციტი გასულ წელს დაგეგმილი იყო 2.5% მთლიან შტა პროდუქტთან, მაგრამ რეალურად 1.4%, ანუ ორჯერ ნაკლები დეფიციტით დაასრულეს წელი. ესეც თავის ძლიერ შენატანს აკეთებს ამ მთლიან მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში. ეს ყველაფერი სავალუტო ფონდის შემთხვევაში, თუმცა ჩემს განსაკუთრებული ინტერესს ამ შემთხვევაში იწვევს JP Morgan-ი, Bank of America-ს ორგანიზებით გამართული შეხვედრები, იმიტომ რომ ინვესტორების გადმოსახედიდან, რომელიც ძალიან ბევრ კრიტიკულ ნაწილსაც შეხედავენ, ეს არ ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდი არ უყურებს, პირიქით, სავალუტო ფონდი ძალიან ბევრ ნაწილსაც ძალიან დეტალურად და კრიტიკულად უყურებდა წლების განმავლობაში და დღეს მხოლოდ ძალიან კარგი მოსასმენია მის ეს დადებითი დასკვნა შეფასებები ბუნებრივია. თუმცა ინვესტორები მაინც კერძო სექტორი საინტერესოა როგორ აფასებენ ისინი. ერთია თქვენ რას ეტყვით და მეორეა ისინი რამდენად იჯერებენ, რომ დიახ საქართველო არის საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით ამ წლების განმავლობაში, ესე იგი, აბსოლუტურად ნათელი სურათი შეგვექმნა საქართველოს ეკონომიკის სანდოობის თვალსაზრისით და მართლაც დავაჯერეთ ამაში ინვესტორები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, არ არის მხოლოდ ჩვენი შეხვედრების და საუბრების, ასე ვთქვათ, შედეგი, არამედ სულ რამოდენიმე ხნის წინ იცით თქვენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ და ჩვენი ჩართულობით განათავსა გამოუშვა საერთაშორისო ბაზარზე სახაზინო ობლიგაციები და აი აქ ვლინდება სწორედ რამდენად ენდობიან ინვესტორები ქვეყანას, მის ეკონომიკურ პოლიტიკას, მის მომავალს, მის უსაფრთხოებას. ესე იგი, შეთავაზება იყო გაკეთებული 500 მილიონი დოლარის ოდენობით და ვაჭრობის დროს მზადყოფნა იქნა გამოხატული ინვესტორების მხრიდან 2.8 მილიარდი დოლარის, ანუ დაახლოებით 6-ჯერ მეტის განთავსების და ინვესტიციის ჩადების მხრივ. სწორედ ეს არის შეფასება, რომ ესე იგი 6-ჯერ უფრო ძლიერად ენდობიან ვიდრე ჩვენგან იყო მოთხოვნა და შეთავაზება. ანუ ეს დადასტურებული ფაქტია. ამიტომ ჩვენ აღარ გვიწევს ბევრი განმარტება ახლა ინვესტორებთან. ინტერესი მათი ძალიან მაღალია, ისინი უბრალოდ აკვირდებიან, გვეკითხებიან პერსპექტივებს, გვეკითხებიან ჩვენი პოლიტიკის შესახებ, გულისხმობ მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, გვეკითხებიან რეფორმების შესახებ და მიმდინარე პროექტების შესახებ და რა ფინანსური საჭიროებები არსებობს. ასევე თუ არა, კითხვა მაგალითად შექმნილ გლობალურ საკმაოდ რთულ გარემოში სად არის დღეს საქართველო, იმიტომ რომ ერთის მხრივ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ დასრულების რაიმე ნიშანი არ ჩანს, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საკმაოდ რთული ვითარება და ჰორმუზის სრუტის სრული გაურკვევლობა, რაც ნავთობის ფასებს და მთლიანად გლობალურ ეკონომიკას ძალიან რთული და დარტყმების ქვეშ აყენებს და მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ამაზეც იქნებოდა იმ შეხვედრებზე საუბარი, რომელიც მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეგიდით თქვენს კოლეგებთან გამართეთ. აი, სად არის ამ ნაწილში საქართველო და ამ კუთხით თუ იყო კითხვები, რომ მაგალითად უსაფრთხოების ნაწილი ეკონომიკურად ჩავდე ინვესტიცია, მაგრამ მე რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც დღეს საკმაოდ ფეთქებაცაშიშია. რა თქმა უნდა, ეს ახალი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და ახალი ახლად წარმოქმნილი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან მიმართებაში, სპარსეთის ყურესთან მიმართებაში იყო ერთ-ერთი საუბრის თემა, უფრო მეტიც დომინირებდა ხოლმე შეხვედრების დროს, იმიტომ რომ აი ამ დროს სწორედ ხდება ამა თუ იმ
ქვეყნის ეკონომიკის გამოცდა, თუ რამდენად ბედეგია ის. Რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ უშუალოდ არ ვართ ჩვენ ახლა ისეთ სიახლოვეს ამ კონფლიქტის კერასთან, მაგრამ ვინაიდან ვიმყოფებით შუადერეფანში, ვინაიდან ვართ მცირე და ღია ტიპის ეკონომიკა, გარკვეული გავლენა ამ კონფლიქტს და ამ ახალ გამოწვევას ჩვენზეც ექნება. თუმცა პირიქით გამოჩნდა ახლა, რომ ესე იგი ეს გავლენები არის საკმაოდ კარგად, ასე ვთქვათ, ნეიტრალიზებული იგივე ჩვენი მაკროეკონომიკური სიძლიერით, ჩვენი მედეგობით. ზოგადად ამ ახალი გამოწვევის გადმოცემის არხები საკმაოდ შეზღუდულია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ არ გვაქვს ისტორიულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა ამ რეგიონთან, ანუ ახლო აღმოსავლეთთან, ირანთანაც პრაქტიკულად თითქმის არ გვაქვს, სპარსეთის ყურესთანაც. იქიდან არ ვმარაგდებით უშუალოდ ნავთობპროდუქტებით, ამიტომ რაც შეეხება დაუშვათ ფიზიკურ შეფერხებას, რაც ძალიან მტკივნეულად იგრძნეს ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ ეს არ გვეხება. თუმცა რასაკვირველია ის მომენტი, რომ შეჩერდა რაღაცა გარკვეული პერიოდით ფრენები, როდესაც უშუალოდ საომარი მოქმედებები იყო და ტურისტები ვერ შემოვიდნენ რაღაცა ეტაპზე, ამან თავისი ნეგატიური გავლენა იქონია, მაგრამ დროში ჩვენი ვარაუდით ეს იქნება საკმაოდ ლიმიტირებული, იმიტომ რომ როგორც კი, ასე ვთქვათ, შეწყდა და იმედია, რომ არ განახლდება ესე იგი ცხელი ფაზა კონფლიქტის, იგივე კოვიდის გამოცდილება ჩვენ გვიჩვენებს, რომ როგორც კი ჩდება პირველივე შესაძლებლობა, ტურისტული ნაკადები და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადი ისევ აღდგება. რაც ნამდვილად შეგვეხება და არ შეიძლება ამაზე არ ვისაუბროთ, ეს არის მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩვენ არ მარაგდებით იმ რეგიონიდან, მაგრამ ფასები ზოგადად არის მიბმული მსოფლიო ფასებთან, როგორც წესი, გარკვეული გავლენა ამან უკვე იქონია, იცით, მარტში დაეთყო. თუმცა ვინაიდან და რადგანაც ეს არის მთლიანად მსოფლიოს და ძალიან ბევრი ძლიერი სახელმწიფოს თავის ტკივილი, მე ვფიქრობ, მაინც საერთო ჯამში გამოინახება შესაძლებლობა, რომ მალე, ასე ვთქვათ, დაბალანსდეს ეს ვითარება, ყველაზე მწვავე ფაზა მოიხსნას და დასტაბილურდეს ეს გარე ბაზრები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოისმინეს ინვესტორებმა, ჩვენ ციფრებით დავასაბუთეთ, ხედავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა მედეგია და სწორედ ეს დროს, როდესაც კონფლიქტები მატულობს და გეოპოლიტიკური გამოწვევები ჭარბობს, საქართველოს ნაირ მშვიდ სტაბილურ ეკონომიკებს ეძებენ იმისთვის, რომ ფული ჩადონ და ინვესტიცია განათავსონ და პირიქითაც შეიძლება ამ კონფლიქტების ფონზე საქართველოს მიმზიდველობა მეტად შუადერეფნის კონტექსტი როგორც ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი. კი ბატონო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას და ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს და შეასრულებს შუადერეფანში, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ხაბი. ეს ეხება როგორც ლოგისტიკას, ეს ეხება ასევე ენერგომატარებლებს და ეხლა უკვე ფინანსურ ხაბათას ვყალიბდებით იმისთვის, რომ მოვემსახუროთ ამ ნაკადებს, მაგრამ ეხლა უკვე ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბევრი დასავლური ქვეყანაც ამაში რწმუნდება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ცენტრალურ ადგილს იკავებს ამ თვალსაზრისით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო გზა ეს შუადერეფანი და საქართველოს მის ცენტრში. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩtildeური, ასე ვთქვათ, მარშრუტი ახლა შეზღუდულია დასავლური სანქციების გამო, რომელიც რუსეთს დაუწესდა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის და კონფლიქტის გამომდინარე, სამხრეთის მარშრუტიც არ არის უსაფრთხო, პლუს ამას დაემატა ახლა შუადერეფანში, დაემატა ახლა ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი, კიდევ ერთხელ პრაქტიკულად დარწმუნდა ყველა, რომ შუადერეფანი და საქართველოს ცენტრში არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საიმედო მარშრუტი. პლუს, რაც გამოარჩევს აქ ამ დერეფანში ჩვენს ქვეყანას, ეს არის განვითარებული ინფრასტრუქტურა. იქნება ეს საზღვაო, ასე ვთქვათ, პორტები, თუ სახმელეთო ავტობანები, თუ მოდერნიზირებული რკინიგზა, საერთაშორისო აეროპორტები და გვაქვს საკმაოდ საინტერესო მიმდინარე პროექტები, ხო, ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტის პროექტი და მრავალი სხვა. აქედან გამომდინარე, როდესაც მთავრობა ამხელა ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ესეც ძალიან დადებითად ფასდება ინვესტორების და გადამზიდებების მხრიდან. აქვე მაშინ ვიკითხავ, რადგან თქვენ ახსენეთ ფინანსური ჰაბის შექმნის და ამ ამბიციის რეალურად რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ აი ამ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს მოვემსახუროთ და მოვირგოთ?
ფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს ამისთვის. პირველ რიგში ეს ყველაფერი გამომდინარეობს იგივე მზარდი რეგიონალური ვაჭრობიდან, მზარდი რეგიონალური კავშირებიდან, რეალობა ეს გამოწვევები უბიძგებს ქვეყნებს, რომ შეკავშირდნენ ამ შუა დერეფანში, ვინც ვართ წარმოდგენილები, უფრო მეტად და ამას ყველაფერს სჭირდება ფინანსური ნაკადები, რომელიც მოემსახურება გადარიცხავს, მოემსახურება ვაჭრობას, მოემსახურება ინვესტიციებს. თქვენ უკვე ხედავთ, რომ საქართველოს გახდა ძალიან მსხვილი აღმოსავლური ინვესტიციების პოლიგონი, ასე ვთქვათ. ხო, იგივე ეს გლობალური ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც MR ჯგუფი ხო ახორციელებს და დაწყებული აქვს პრაქტიკულად, არის სხვა ძალიან საინტერესო პროექტებიც. ჩვენ ხედავთ ინვესტორების ინტერესი იგივე ფასიან ქაღალდებითაც, ვინც ინტერესდება არა მხოლოდ სამთავრობო სახაზინო ფასიანი ქაღალდებით, არამედ კერძო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით და ესეც არის ინვესტიციის არხი, არ არის აუცილებელი რომ პირდაპირ კაპიტალში ჩაასხან, არამედ შეიძლება ეს ინვესტიცია კაპიტალის ბაზრის მეშვეობითაც განხორციელდეს, სადაც ჩვენი ქართული კომპანიები უშვებენ თავის ასე ვთქვათ საფინანსო ინსტრუმენტებს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ქაღალდებს იძენენ ინვესტორებში აკეთებენ ინვესტირებას ინვესტორები. ამ კუთხითაც ძალიან მაღალი ინტერესი არის, რასაც ჩვენ ხედავთ. ეხლა არის კარგი მომენტი ჩვენთვის მართლაც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის ყველაფრის წინაპირობა, რომელიც ინარჩუნებს დაბალანსებულ პრაგმატულ პოლიტიკას და რომელიც ინარჩუნებს და ავითარებს მზარდ და სტაბილურ ეკონომიკას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ამ მრავალ შეხვედრათაგან ყოველდღეს ჩემთვის გამოვყავი, იყო არაბულ მხარესთან შეხვედრა. სწორედ MR ჯგუფის გათვალისწინებით, რაღაცა თითქოს ჩანს, რომ უფრო მეტად გავააქტიურეთ ჩვენ ურთიერთობა, სამწუხაროდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, დუბაიზე მნიშვნელოვანი უარყოფით გავლენას, თუმცა იმედი ვიქონიეთ, რომ ეს ჩვენს და ამ სახელმწიფოს ეკონომიკურ კავშირებს რაიმე ტიპის ზიანს არ მიაყენებს. რა ტიპის შეხვედრა გქონდათ ამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან და დაუშვათ რაიმე ტიპის მოლოდინი ხომ არ უნდა გქონდეს დაუშვათ მათი ფინანსური ინსტიტუტის საქართველოს შემოსვლასთან დაკავშირებით? ეს არის სამთავრობო სტრუქტურა, ჩვენნაირი ასე ვთქვათ კოლეგა ცენტრალური ბანკი, რომელიც თვითონ უშუალოდ არ აკეთებს ინვესტირებას, მაგრამ დიდი ხანია ჩვენ გქონდა დაგეგმილი და გვინდოდა ასე ვთქვათ შეხვედრა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დაწყება და მოხერხდა სწორედ ვაშინგტონში ჩემი და ჩემი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კოლეგის, ანუ ცენტრალური ბანკირის შეხვედრა. შევთანხმდით, რომ ჩვენ შემდგომში ჩვენ თანამშრომლობას გავაფორმებთ ერთობლივი მემორანდუმის სახით, დავიწყეთ უკვე ამ დოკუმენტზე მუშაობა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ორი საფინანსო სექტორის, ჩვენი ქვეყნის ორი საფინანსო სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტიც თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს ჰაბად ყალიბდება, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე კარგად ჩამოყალიბებული ცნობილი ჰაბია და ბოლო განვითარებები, მე მგონი არათუ არ შეაფერხებს, არამედ პირიქით მეტ აპეტიტს გაუჩენს, მეტად უბიძგებს როგორც კერძო ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე საფინანსო სექტორს, რომ მეტი დივერსიფიკაცია გააკეთოს ქვეყნის გარეთ, ანუ უფრო მეტად სხვა რეგიონის ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებში, რომელიც მზარდია, რომელიც სტაბილურია, განათავსონ ინვესტიციები. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის კი საჭიროა მეტი თანამშრომლობა ორ საფინანსო სისტემას შორის, იმისთვის რომ მე ხელი შეუწყოთ ინვესტორებს, ხელი შეუწყოთ მოვაჭრე სუბიექტებს, რომ იგივე თუნდაც ტვირთნაკადებს, რომელიც იმ რეგიონიდან ჩვენი რეგიონისკენ და პირიქით გაივლის, რომ ფინანსური მომსახურება იყოს შეუფერხებელი, კარგად ორგანიზებული, ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს მაგათ ფინტეკის თვალსაზრისით, ახალი ფინანსური ტექნოლოგიები, სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები, წინ არიან ამ კუთხით წასულები და ბევრი რაღაცა შეიძლება რომ ჩვენც ან გადმოვიღოთ, ან მათი გამოცდილება შევისწავლოთ და ამაზე გქონდა საუბარი. შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. კი ბატონო. და მივედით ერთ-ერთ, რადგან საფინანსო ბაზრის დივერსიფიცირება და ამ შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენ თქვენი ამერიკაში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი საბანკო გარიგების მომსწრენი გავხდით. გარიგების, რომელიც თქვენ წინა ეთერში სტუმრობისას თქვით, რომ რეალურად უკვე გარკვეული პერიოდის მერე ეს ინფორმაცია უკვე პრაქტიკულად დადასტურებული იქნებოდა და საჯაროდ გახდებოდა და მაშასე ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ პრაის ბანკმა ლიბერტი ბანკი შეიძინა. რას მისცემს ეს საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორს?
მომხმარებლის გადმოსახედიდან მაინტერესებს კონკურენციას თუ გაზრდის, იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ დაუშვათ ლიდერი ბანკების არსებობა ცუდია, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ კონკურენციის გაზრდას თუ შეუწყობს ხელს ახალი ასეთი მოთამაშის გამოჩენა და მათ შორის განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირობითად ბაზის ბანკის უკან დგას ჩინური კაპიტალი და ეს აი ამ კუთხით, სუფთა კონკურენციის კუთხით თუ გაზრდის ბაზარზე არსებულ სურათს. ხო, ეს იყო საკმაოდ ისეთი კომპლექსური გარიგება, რომელიც ზადდებოდა წელიწადზე მეტი, რომ ხშირად ბევრჯერ შეიცვალა პირობები, ბევრი კომპონენტი გააჩნდა და ეროვნული ბანკი ყველა ეტაპზე იყო თავიდან ბოლომდე ჩართული. ჩვენ კანონმდებლობას გავალდებულებს, რომ პირველ რიგში ვიდრე მწვანე შუქს მივცემთ ჩვენ რომელიმე ასეთ შერწყმას გარიგებას, შევაფასოთ მისი გავლენა ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით. და ჩვენი შეფასება თავიდანვე საჯარო გახდა, ჩვენ რა თქმა უნდა ვაფასებდით ამას დადებითად. კი, რასაკვირველია, შერწყმის მერეც ეს ბანკი ზომით მესამე ბანკი კი გახდება, მაგრამ რა თქმა უნდა ორი ლიდერი ბანკი გაცილებით უფრო დიდი არის, მაგრამ გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქნება მესამე ბანკს, რომ კონკურენციაში შევიდეს შეიძლება არა მთლიანად, არამედ კონკრეტულ ნიშაში და უფრო მსხვილი სესხები და უფრო მსხვილი ფინანსური რესურსი შესთავაზოს ჩვენს ქართულ ბიზნესს, იმიტომ რომ სწორედ დღეს თუ კი რამე არის ესეთი პრობლემური, აი თქვენ წინა სტუმარიც ყავდათ დეველოპმენტის წარმომადგენელი და შეიძლება ამაზეც იყოს საუბარი, ეს არის საკმარისი ფინანსური რესურსის მობილიზება მსხვილი პროექტებისთვის. ამისთვის ანუ იმდენად სწრაფად იზრდება ეკონომიკა, იმდენად სწრაფად იზრდება ესა თუ ის დარგი, რომ საფინანსო სექტორიც კი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყოველთვის აი ამ ხელა რესურსის მობილიზებას და ამისთვის საკმაოდ ძვირია. საკმაოდ ძვირიც არის და ხელმისაწვდომიც არ არის მსხვილი რესურსი, მსხვილი სესხები, იმიტომ რომ ზოგადად არის გარკვეული შეზღუდვები ამ თვალსაზრისით და ბანკებსაც თავისი გარკვეული რისკის ლიმიტები აქვს, რომელიც შეიძლება მათ განათავსონ ამა თუ იმ დარგში, ესეც ზღუდავს. აქედან გამომდინარე, მესამე ბანკი, ანუ ეს პრაქტიკულად მესამე და მეოთხე ბანკი შეირწყა და ვარაუდია ჩვენი რომ ბაზრის დაახლოებით 10% მაინც იქნება. აქ კონცენტრირებული უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს, რომ ასე როგორც ცალკე სესხები აიღოს აქედან, ასევე სინდიცირებული, ანუ გაერთიანებული სესხები რომელიმე სხვა ბანკთან, არ არის აუცილებელი მსხვილი ბანკი იყოს, მაინდა-მაინც ამის მონაწილე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ კონკურენცია გაჩნდება, უფრო მეტიც ეს ჩვენი მოთხოვნაც არის, ამ პირობით დავამტკიცეთ ჩვენ ეს გარიგება, რომ ეს ახალი, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ბანკი იქნება გაცილებით უფრო მეტად პროაქტიული, ვიდრე აქამდე იყო და უფრო სწრაფად გაზრდის თავის პორტფელს, რაც თავისთავად კონკურენციას ნიშნავს. საცალო მიმართულებით მაინც არ იყვნენ ასეთი აქტიურები. უნდა გახდნენ აქტიურები და აქტიურობა რას ნიშნავს, რომ მიმზიდველი პირობა შესთავაზო მომხმარებელს. ეს მათ შორის სესხის პროცენტსაც ნიშნავს, უფრო მიმზიდველს, ცოტა ნაკლები, ასე ვთქვათ, მარჟა და მომგებიანობა და უფრო მეტად პორტფელის ზრდაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები და აქედან გამომდინარე ეს უბიძგებს სხვილ ბანკებსაც, რომ იმათმაც უფრო მიმზიდველი პირობები შესთავაზონ ბაზარს. ანუ რა თქმა უნდა ველოდებით, რომ ეს კარგი არის. ასევე კარგია, რომ ეს არის უცხოური ინვესტიცია, ეს არის ჩინური ბანკი. ზოგადად ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა მზარდია, მნიშვნელოვანია, ესე პერსპექტიულად უყურებთ ამას და გაერთიანებული ბანკი ასევე არაჩვეულებრივი პლატფორმაა, რომ მე მომავალში მეტი ინვესტიცია შიგნით იყოს ჩადებული ზრდის თვალსაზრისით და ეს მოლოდინიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უყურებთ საკმაოდ დიდი ოპტიმიზმით, რომ ამ კუთხით კონკურენცია გაიზრდება. კი ბატონო, ორი კვირის თავზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და თქვენ არ თუ მარტივ გლობალურ საკმაოდ რისკებით აღსავსებ სოფლიოში მოგიწევთ კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება მიიღოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვოთ, შეამციროთ ამ ყველაფერს ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ლართან დაკავშირებითაც აუცილებლად ვიკითხავ. რა მოლოდინი გაქვთ ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან, მათ შორის რამდენად მარტივად შეძლებთ, რომ აი ეს ინფლაციური რისკები და ეს პროცესები, რომელიც არ არის დღეს არ გამოიყურება მარტივ სამართავად, მართოთ ისე, რომ რეალურად ქვეყნის ეკონომიკას ეს მნიშვნელოვანი წნეხად არ დააწვეს. მარტივი რა თქმა უნდა არაფერია, იმიტომ რომ ახალი მოცემულობა გვაქვს ჩვენ გეოპოლიტიკური, ეს არის გაზრდილი მერყეობა, ვოლატილობა მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის ნავთობპროდუქტებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და ამ
კუთხით ველოდებით, რა თქმა უნდა, გამოწვევებს და გარკვეულ ინფლაციურ წნეხს. თუმცა კარგი არის ის, რომ ჩვენ დღემდე მაინც გვაქვს შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის დაბალ ინფლაციურ პერიოდებიც ჰქონდა ჩვენ, მაგრამ მაინც ხედავდით ამ თეორიულ პოტენციურ რისკებს და მატერიალის დაკიდევაც, მათ შორის ეს რეგიონალური რისკები. იცით, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია, რაც 8%-იან ნიშნულზე ვინარჩუნებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, როდესაც ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი ქვეყნისთვის ახლა დღეს დათვლილი ყველა რისკის გათვალისწინებით არის 7%, ანუ ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ინფლაცია როგორც ჩვენ ვარაუდობდით, ქვევით წამოვიდოდა და მოდიოდა კიდევაც, ეს ტრაექტორია იყო, ჩვენ მზად ვიყავით, რომ 8%-დან გვემოძრავა ამ 7%-ის მიმართულებით, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ თუ კი რომელიმე გლობალური რისკი მატერიალის და ჩვენ ასევე გამკაცრებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენი თავარი ამოცანა არის მართლაც, რომ შევინარჩუნოთ საშუალო ვადაში ფასების სტაბილურობა და ინფლაცია ისწრაფოდეს მიზნობრივისკენ. წინასწარ თქმა ძალიან რთულია და მართლაც რთულია არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვშვევია წინასწარ თქმა ჩვენი გადაწყვეტილების, არამედ იმიტომ, რომ ყოველდღიურად იცვლება გლობალური ვითარება. ეხლა ყველა ცენტრალური ბანკის ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიც რო ავიღოთ, მათი ცენტრალური ბანკების მზერა მიმართული არის 40 სრუტისკენ, მიმართული არის იგივე გატარებული გემი ნავთობის კუთხითო. სოფლიოში ძალიან დიდი სიხარულის მომტანიაო, და თქვენ შეგიძლიათ ამის ანარეკლი იხილოთ ნავთობის ფასების დინამიკაში, რომელიც მართლაც არაპროგნოზირებადია. აქედან გამომდინარე, ჯერ დრო გვაქვს, დავაკვირდებით, როგორი სიტუაცია იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ღრმა მსჯელობის და ანალიზის და გათვლების საფუძველზე მიღებული და მიმართული იქნება ჩვენი მთავარი ამოცანის ფასების სტაბილურობის გამტკიცების კუთხით. შეიძლება ამან გარკვეულწილად იმოქმედოს ეკონომიკური ზრდის იმ პროგნოზე, რომელიც ამ მოცემულობით აქვს ქვეყანას? ჩვენ არ ველოდებით, რომ თუნდაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ამ ეტაპზე და ინფლაციური რისკები შეცვლის წლევანდელ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ისედაც საკმაოდ კონსერვატიულად არის, ჩვენ ვთვლით, რომ ესე იქნება 5-სა და 6 შორის პროცენტში. სავალუტო ფონდს უფრო კარგი მოლოდინები აქვს ამ ნაწილში. კი, ანუ ამიტომაც ვამბობ, რომ 5%-სა და 6% შორის არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროგნოზები. ეს კონსერვატიული პროგნოზია, ჯობია გქონდეს უფრო დაბალი პროგნოზი და უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი მაჩვენებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ფრთხილი პროგნოზი არის და ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი დღეის გადმოსახედიდან, რომ რაიმე დაემუქროს ეკონომიკურ ზრდას ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ლარის კურსი, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე უცებ გაუფასურების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა ეხლა ინარჩუნებს იმ ნიშნულს მეტნაკლებად 2.79-70-ის ფარგლებში. რა ფაქტორები შეუწყობს ხელს იმას, რომ დავუშვათ ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა, ამისთვის რა ნაბიჯებს დგავს ქვეყნის ცენტრალური ბანკი? ნუ თქვენ იცით მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსია, ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა, ეს მცურავი კურსია და ჩვენ არამც და არამც ხელოვნურად რაიმის შეკავებას არ ვაკეთებთ და ვერც გავაკეთებთ, უბრალოდ ხელს უწყობთ, რა თქმა უნდა, როდესაც არის მაღალი მერყეობა და ეს მერყეობა არ გამომდინარეობს მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებიდან, არამედ უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორს მიყვება, როგორც ახლა მოხდა, ჩვენ ეს ჩავაქროთ გარკვეული ინტერვენციებით, მაგრამ ბოლო პერიოდში მიუხედავად ამ მოკლევადიანი, ეს ვთქვათ, ემოციური რეაქციისა, ბაზრის და შეშფოთებისა, რაც დაემთხვა იგივე ირანთან შეერაღებული კონფლიქტის დაწყებას, ჩვენ ვხედავთ, რომ იმდანად ჯანსაღია მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორები, იმდანად ძლიერია სავალუტო შემოდინება ჩვენს ბაზარზე, რომ პრინციპში მთლიანობაში კვლავ დაუბრუნდა გამყარების ტრაექტორიას ლარი და უფრო მეტიც ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი, რომ მაინც ან გამყარდეს, ან რაღაცა სხვა დინამიკა, არამედ უფრო მნიშვნელოვანი სტაბილური იყოს, რაც გათვლაც ხდის ბიზნესს. დღესდღეობით მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც წეღან საუბრობდი, რომ ამ ასე ვთქვათ ახალმა კონფლიქტმა შეაფერხა გარკვეულწილად მოკლევადით ტურისტული ნაკადები და თითქოს და ესეც უნდა დატყობოდა შემოდინებას. არ დატყობია სავალუტო შემოდინებას, ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ჩვენი რეზერვების აკუმულირებას, გვაქვს შესაძლებლობა ბაზარზე ამ გამყარების პერიოდში, რომ კიდე შევიძინოთ დოლარი, იმიტომ რომ სხვა არხებით შემოდის ძლიერად. ეს არის ექსპორტი, ეს არის იგივე გზავნილები, ეს არის ინვესტიციები და საკმარისი უცხოური ვალუტა გროვდება იმისთვის, რომ ჩვენ შევავსოთ რეზერვები და სავალუტო ბაზარიც იყოს სტაბილური. ამ კუთხით ჩვენ რასაც ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი დინამიკაში იცვლება, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, საკმაოდ კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა გადაცემაშიც. ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი ნათია თურნავა იყო.